გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია. ჩვენმა გამოჩენილმა რუსულ ქართულმა მსოფლიობანმა მაესტრო პაატა ბურჯულაძემ გვაუწყა, რომ 31 მაისიდან ის ქალაქის უბნებში აპირებს გასვლას. ხალხს უნდა დაელაპარაკოს, უნდა აუხსნას რაშია საქმე და როგორ უნდა ჩაატარონ არჩევნები. ივნისი დაიწყო, ასე რომ ალბათ უკვე გასულია უბნებში. მე დელისთან ცხოვრობ, ეტყობა დელისამდე ჯერ არ მოსულა ბატონი ბანი. ალბათ აღმოსავლეთის რაიონებიდან დაიწყო. ახლა ისნელებსა და არამიანცელებთან, ანუავლაბრელებთან მუშაობს. უხსნის თუ რა არის არჩევნები და როგორ ტარდება ის. უბნელებიც ალბათ მას ინტერესით უსმენენ, ბოლოსკენ კი ამომრჩეველს უფრო კარგად რომ დაამახსოვრდეს, მაესტრო ალბათ ღვინო კახუროს უმღერის. მის ადგილას მე ასე მოვიქცეოდი. ფინალში იმას გავაკეთებდი, რაც უკეთესად გამომდის. და ის რომ მაესტროს სიმღერა გააცილებით უკეთესად გამოსდის, ვიდრე აზროვნება, ეს უკვე მხოლოდ თბილისმა კი არა, მთელმა საქართველომ იცის. მერე იმ საკითხმაც დამაინტერესა, მარტო დადის ბატონი ბანი თუ ორკესტრიც თან ახლავს. ანუ რაღაც პოლიტიკურ ჯგუფსაც დაატარებს მეთქი. იმას ვინც გაჭირვების ჟამს მისთვის ბუქსა და ნაღარაზე დაუკრავს. და თუნდაც მართლაც ყოფილა უკვე ასეთი გაერთიანება, საზოგადოება რუსთაველის გამზირი. დიახ, ისინი ალბათ მასთან ერთად დადიან და ხალხს აცნობენ თავიანთ გეგმებს. და მათი გეგმა კი ის ყოფილა, საზოგადოებას უნდა აუხსნან, რომ ამ წლის იანვრამდე ეს მთავრობა უკვე აღარ უნდა იყოს. ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი, რომელმაც ქვეყანას ამდენი უბედურება მოუტანა, იანვრამდე უნდა მოვიშოროთ. ეს ჩემი მოგონილი ბოდო არ გეგონოთ, ეს ბატონი ბანის სიტყვებია. ისე კი მაინტერესებს, რა იგულისხმება ამდენ უბედურებაში. მეგობრებო, გამოგიტყდები, ძალიან არ მსიამოვნებს პაატა ბურჯულაძეს ასეთი, როგორ თქვა, ეს რბილად გამოშტერება. დიახ, უფრო რბილად ვერაფერი მოვიფიქრე. არ მსიამოვნებს, იმიტომ რომ ამ ადამიანს კულტურის წინაშე გარკვეული დამსახურება აქვს. მახსოვს, როდესაც 82 წელს ის ჩაიკოვსკის კონკურსის ლაურეატი გახდა, მაშინ რა სიამაყის გრძნობით ვიყავით ახსავს მე და ჩემი მუსიკოსი თანატოლები, რადგან იმ დროს ჩაიკოვსკის კონკურსი ძალიან რეზონანსული იყო და ასეთ დიდ ღონისძიებაში გამარჯვება ეს მსოფლიო დონის მოვლენა იყო. და როდესაც დღეს ამ ადამიანმა შემოქმედებითი მწვერვალიდან ისკუპა და წუმპეში მოადინა ტაპანი, მემართება საშინელი კრინჯი, ანუ ესპანური სირცხვილი. მას კი ალბათ არ ცხვენია იმისა თუ რას აკეთებს, როგორ უსუსურად ცდილობს ითამაშოს პოლიტიკოსობანა. ასიანი არ ესმის, რომ ძალიან საცოდავ სახეს წარმოადგენს, მიუხედავად თავისი ოდნავ უკვე გაცვეთილი, მაგრამ მაინც მედიდური გამომეტყველების და შესანიშნავი ხმის ტემბრისა. სულ მაინტერესებს, რაში სჭირდებოდა ბატონ ბანს ნეკროლოგის ასე გაფუჭება. რა ძალა ადგა, რომ ისეთ ჭაობში შეტობა, რომლიანაც უკან ვეღარ ამოვა. ის და სალომე ზურაბიშვილი, ჩემი აზრით, ეს ორი სირცხვილია ჩვენს დღევანდელობაში, მაგრამ სალომე ზურაბიშვილის მესმის დღეს ასე რატომ ფუთფუთებს, მას სხვა არაფერი შეუძლია. დიდი ეჭვი მაქვს, რომ ადრეც დიდი არაფერი შეეძლო, მაგრამ ახლა ეს არაა მთავარი. ზურაბიშვილის ბექგრაუნდი, მე რომ მკითხო, ძალიან უინტერესოა. არ ვიცი რა დამსახურებები ჰქონდა მას საფრანგეთის სახელმწიფოს წინაშე, სანამ საქართველოში მოავლენდნენ, მაგრამ ჩვენთან მისი არსებობა არის სრული უფერულობა. ამიტომაც არის ახლა მაკეინის ინსტიტუტის სტიპენდიატი დარბის აქეთ-იქით ჩვენ სამშობლოს, სადაც კი შეუძლია ვნებს და ამაში grants to help us იღებს. იმის მაგივრად რომ შეირგოს ის რაც ჰქონდა, ბოლო-ბოლო უცხო ქვეყნის პრეზიდენტი იყო. ასაკით საკმაოდ სოლიდური აქვს, გაჩერდეს, დაწყნარდეს, დაუბრუნდეს სამშობლოს, აიღოს ანკესი, ბადე, დინამიტი, დაჯდეს მდინარე სენის ნაპირზე, ითევზაოს და თავისნაირი
პენსიონერები, მეთევზეებიც დააბოლოს. მოუყვეს თუ როგორ განდევნა რუსეთის ჯარი შორეული საქართველოდან. მე კიდევ რამე მოიგონოს და იქნება თანამემამულეებში მოსმენილი. მაგრამ არა. არ ჩერდება და ისევ მონაწილეობს ვირთხების რბოლაში. ეს რაც შეეხება სალომეს და ბატონი ბანიკი არა, სრულიად არ მესმის. თავის დროზე დანიის ერთი პრინცი ეუბნებოდა თავის მეგობარს, ბევრი რამ ხდება ზეცად და ქვეყნად, რაც ფილოსოფოსთა სიზმრად არც კი მოლანდებიათ და ეს სრული ჭეშმარიტებაა, მეგობრებო. ფილოსოფოსებზე არაფერს ვიტყვი და მე კი ნამდვილად სიზმრად არც მომლანდებია თუ რა მოხდა ასეთი ბატონმა ბანმა ასე რომ ამოიყირავა ცხოვრება. სრულიად უპერსპექტივო საქმეს მოკიდა ხელი. მართლა საწყენია. ეს იყო გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია.